მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს არის გადაცემა საუბრები ფილოსოფიაზე. მე მისი წამყვანი გიორგი ხარიბეგაშვილი ვარ. დღეს ჩვენ ფერადი რევოლუციების საზრისზე უნდა ვისაუბროთ. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კომუნიზმისა და ფაშიზმის კრახი და ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება ავტომატურად არ ნიშნავდა ისტორიის დასასრულს, ანუ ლიბერალიზმი ავტომატურად არ გავრცელდებოდა მთელ მსოფლიოში, კოლექტიურმა დასავლეთმა შეცვალა სტრატეგია. მან გადაწყვიტა დემოკრატიის ექსპორტირება, გადაწყვიტა ეს ძალისმიერი მეთოდებით, ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული ბომბებით და საკუთარი აგენტურის ჩანერგვით პოლიტიკურ ელიტებში. რადგან ლიბერალიზმის თავისუფლების დროშას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა არადასავლურ ცივილიზაციებში, კოლექტიურმა დასავლეთმა დაიწყო სადაზვერვო სამსახურების გააქტიურება და შექმნა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ერთადერთ მიზანსაც საზოგადოების წინააღმდეგობის გადატეხვა წარმოადგენს. ამისთვის ისინი მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს. მაგალითად, ხელოვნების სფეროში დასცინიან ეროვნულ გმირებს, მარგინალიზებულ პერსონაჟებს კი ჩაგრულ ჯგუფებად ასაღებენ. მეცნიერებაში სპობენ ფუნდამენტურ მეცნიერებებს და ახალისებენ გენდერულ კვლევებს, ეგრეთ წოდებულ ქვიარ თეორიებს და პიარ ტექნოლოგიებს. მედია სივრცეში ქცევის მოდელებად გვასაღებენ ფემინოზავრებსა და ჰიპსტერა პლანაქეშ გირჩოიდებს. ერთი სიტყვით, მაიდანები იქნება ეს LGBT ფესტივალები თუ სხვადასხვა ფერადი რევოლუციები, მიზნად ისახავენ საზოგადოების იმგვარ ტრანსფორმაციას, ქვეყნის პოლიტიკურად იმდენად წამგებიან მდგომარეობაში ჩაყენებას, რომ უმრავლესობამ წინააღმდეგობის გაწევის უაზრობა დაიჯეროს, ხელი ჩაიქნიოს ყველაფერზე და გახდეს უცხოურ დირექტივათა პირუთვნელი შემსრულებელი. დღეს ჩვენ სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ ფილოსოფიის დოქტორანტი და მთარგმნელი ოთარ ჭულუხაძე. დიდი მადლობა ოთარ სტუდიაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ოთარ, სანამ ჩვენ საზრისზე გადავალთ, ავხსნით იმას თუ საერთოდ რატო კეთდება ეს ყველაფერი, რა მიზანს ემსახურება, ხო? და სანამ მაგას ჩაუღრმავდებით სულთა ფილოსოფიურად, მოდი ჯერ ფაქტოლოგიურ დონეზე განვიხილოთ ეს საკითხი. ოღონდ არა კონკრეტული ფერადი რევოლუცია, არამედ ზოგადი კონტურები მოვხაზოთ ამ ფერადი რევოლუციების, ანუ ვთქვათ ის თუ რაში მდგომარეობს ფერადი რევოლუციების ანატომია და ფიზიოლოგია, ეს როგორ გვესახება? პირველ რიგში და თუ ესეთ შედარებით ფაქტოლოგიაში არ შევალთ და უფრო ფიზიოლოგიურ და ანატომიურ ჭრილში განვიხილავთ, აქ ორი მომენტი შეიძლება გამოყოთ, რაც შეეხება ფერად რევოლუციებს, როგორც ასეთი. ეს არის პოსტსაბჭოთა და ეს არის საბჭოთა კავშირის წინა, ანუ გულისხმობ რას? აი მოდი დავიწყოთ პოსტსაბჭოთა პერიოდით. პოსტსაბჭოთა პერიოდის ფერადი რევოლუციები გულისხმობს რას? ამ რევოლუციებში არის, ესე იგი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უნდა გავრცელდეს ლიბერალური დემოკრატია, რადგან ჩვენ ვიცით ფუკუიამას ისტორიის დასასრული, რომელიც მიიჩნევდა, რომ ლიბერალური კაპიტალიზმი გაიმარჯვებს და ეს უნდა გავრცელდეს და ამ გავრცელების, ასე ვთქვათ, მეთოდიკა, ერთ-ერთი მეთოდიკა არის ფერადი რევოლუციები. ამას აქვს თავისი გეოპოლიტიკური შემადგენელი, ცხადია ეს გულისხმობს იმას, რომ ეს კონკრეტული ფერადი რევოლუციები უნდა იყოს ერთგვარ ცეცხლოვანი სარტყელის ფუნქციას უნდა ასრულებდეს მათი ვთქვათ მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის რუსეთის წინააღმდეგ და
ამას ვხედავთ იმ მარტივ ფაქტში, აი რომ რამ გააერთიანა აი პოსტფაქტუმ აი სადაც მოხდა ფერადი რევოლუციები, ხო? იგივე უკრაინა, იგივე საქართველო და უკვე გვიან ბოლოს სომხეთი, ფაშინიანის მთავრობა, სამივე მათგანმა დაკარგა ტერიტორიები. ანუ ეს გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, ანუ გეოპოლიტიკურად უცხო მომენტის გამო, ანუ სამივე შემთხვევაში ეს მოხდა იმ დროს, როდესაც იქ იყო, ასე ვთქვათ, მეტად თუ ნაკლებად ფერადი რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლება. ეს რაღაც გეოპოლიტიკურ შემადგენელზეც მეტყველებს, რომ ამ შემთხვევაში ერთმა გეოპოლიტიკურმა გიგანტმა, ანუ გულისხმობ რუსეთს, ვერ აიტანა უცხო სხეულის შემოსვლა, თქვათ, აი მის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, რომელსაც მას ერთგვარად ესახება თავის გავლენის ზონება თუ არა, იმ ზონებად, საიდანაც მას საფრთხე არ უნდა ექმნებოდეს. ეს არის გეოპოლიტიკური შემადგენელი. რაც შეეხება ამ ჩვენ თქვით რომ ესე ორი პერიოდი შეიძლება გამოვყოთ, წინა საბჭოთა პერიოდს გულისხმობ, აი ფერად რევოლუციებს აქვს ერთგვარი თავისი წყარო, ეს არის ასე ვთქვათ 68 წლის აქციები, როდესაც ვთქვათ ეს ეგრეთ წოდებული ჰიპსტერი ახალგაზრდობა გამოდიოდა, ვთქვათ იქ იყო რაღაც სექსუალური ლიბერტინაჟისკენ მოწოდება, იყო ეს რაღაც სექსუალურ თავისუფლებაზე ხაზგასმა, ოჯახის რაღაც პატრიარქალური ოჯახის ინსტიტუტის ასე ვთქვათ ნიველირებაზე მოწოდება და ცხადია ესეთი კულტურული ეს შინაარსები უკვე გადაიბარა უკვე ამ მეორე ტალღამ პოსტსაბჭოთა ფერადი რევოლუციებისა, რაც იყო აი ეს სწორედ ასე ვთქვათ პოსტსაბჭოთა ეს ფერადი რევოლუციების ექსპორტი უკვე პოსტსაბჭოთა სივრცეში. და ეს გამოიხატება შემდეგში, რომ იგივე ახლა დღესაც ხვდებით ხო LGBT პროპაგანდა და ვთქვათ რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა, თან იმ კონკრეტული რელიგიური გზნობები, სადაც პროექტი მუშაობს, იმ რელიგიის გზნობების შეურაცხყოფა შეიძლება, იმიტომ რომ პროექტს ესე უნდა, მაგრამ პირობითად არ შეიძლება სხვა რელიგიის გზნობების შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ის რაღაც ვთქვათ ლიბერალურ ფერად პლურალიზმში ჯდება. და ვთქვათ ესეთი იდეურ დონეზეც და მე უკვე ჩვენ შეგვიძლია იდეურ დონეზეც განვიხილოთ, ეს არის საკუთარი პლურალიზმის, ან საკუთარი მრავალფეროვნების დაფუძნება კონკრეტულ ლოკაციებზე. რას ნიშნავს ეს, ხო? ნებისმიერი მრავალფეროვნება არის რაღაცა მატრიცის შიგნით მოქცეული. ყველა მრავალფეროვნებას, მათ შორის კონსერვატიულ კულტურაშიც, ხო? აი ჩვენ ხო ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ლიბერალების სწავლება, ჩვენ ისედაც ვიტანთ გარკვეულ მრავალფეროვნებას, განსხვავებულობას და ასე შემდეგ. ეს გასაგებია, ეს ასეა, მაგრამ ყველა ეს მრავალფეროვნების ატანა არის შემოსაზღვრული, ხო? ჩვენ პირობითად ვერ ავიტანთ, ახლა იგივე სამეგობრო წრეში ძალიან ყოფით დონეზე რო გადავიტანოთ, შეიძლება ზოგი ავიტანოთ, თქვა თუ ჭყუამხიარული მეგობარი, დინჯი მეგობარი, მოკეიფე მეგობარი, მაგრამ ვერ ავიტანთ მეგობარს, რომელიც თქვა რაღაც იარაღის ლულით ცხრილავს სუფრას ყოველ ჯერზე, ხო? ანუ ის მიუღებელი, ანუ ძალიან მარტივად ცოტა ესე ყოფით დონეზეც რო ვთქვა, იგივე პრინციპი მუშაობს. ანუ მრავალფეროვნება ყოველთვის არის შემოსაზღვრული. რაც ცდილობს ლიბერალიზმი, რომ ეს ასე ვთქვათ მრავალფეროვნების ერთი კლასტერი, ერთი ჯგუფი ჩაანაცვლოს იმ მრავალფეროვნებით, რომელიც იქნება მისი, ასე ვთქვათ, მისი დაქვემდებარების ქვეშ და რომელსაც ის იდეოლოგიურად უდირიჟორებს. კი ბატონო, აქ ერთი საინტერესო მომენტია, აი როცა ჩვენ ვახსენეთ 1968 წლის მოვლენები, რომ სწორედ ამას მოყვა შემდეგ აი დისიდენტური მოძრაობა, ამას მოყვა აი ეს საქართველოში ძალიან გაპიარებული ეს თვითმფრინავის ბიჭების საქმე და ალბათ ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ ეს თვითმფრინავის ბიჭები იყვნენ საბჭოთა ნომენკლატურის შვილები, რომლებიცაც არაფერი პროლეტარული არ ეცხოთ და არც დასავლეთში მოგზაურობა არ აკლდათ. ანუ მოხდა გამოზრდა ისეთი ელიტისა, უკვე ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წარმატებულად შეძლო უმტკივნეულოდ ხელისუფლებაში მოსვლა ისე, რომ აი ესეთი სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუციები არ დასჭიროებია. ნუ საქართველოს ცოტა გამონაკლისი იყო აქ გამსახურდიას ჩანაცვლება შევარნაძეთ აქ ცოტა სხვა თემა იყო, მაგრამ აი სხვა ქვეყნები ავიღოთ, ხო, როგორ მოხდა? აი მაგალითად იგივე რუსეთში ელცინის მოსვლა, ელცინის მთავრობა რუსეთში წარმოადგენდა პირდაპირ დასავლეთის კოლექტიური დასავლეთის ან გლობალისტების, უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ძალების
მიერ რუსეთის მართვას. ხო, ანუ ეს არ მომხდარა რაღაცა გადატრიალე, გასაგი პუჩიც იყო და რაღაც, მაგრამ ამას არ მიუღია ფერადი რევოლუციის სახე მაინც. უბრალოდ რაღაცა მომენტში ეს რაღაც მომენტამდე ეს მუშაობს, ანუ 68 წლის მერე გამოზრდილი ელიტები ასრულებენ რაღაც გარკვეულ ფუნქციას, ანუ მაგალითად დასავლეთი ძალიან კმაყოფილია შევარდნაძის მმართველობით რაღაც დონემდე აქ საქართველოში, იმიტომ რომ ისიც პრივატიზება დაიწყო აქ, მაშინ ლიბერალიზაცია ყველაფერი აქ მაშინ დაიწყო აქ ნატოზე, ევროკავშირზე საუბარი. ნუ ამ ყველაფერს საფუძველი ჩაეყარა მაშინ. მაგრამ რაღაცა მომენტში დასავლეთი აღარ არის ამით კმაყოფილი, იმიტომ რომ ხედავს რომ თლად ეს ყველაფერი ლიბერალური დემოკრატიისკენ არ მიდის, რომ მას სჭირდება ამ პროცესებს სჭირდება ფორსირება. და ეს ფორსირება უნდა იყოს ფორსირება, კი, და უნდა იყოს კულტურული. აღარ არის საკმარისი, რომ მაგალითად აღარ არის საკმარისი ეკონომიკის ლიბერალიზაცია. სხვა რამეების ლიბერალიზაციაც უნდა მოხდეს აქ, ეს უკვე კულტურის დონეზე უნდა ავიდეს. 90-იან წლებში საერთოდ არ იყო საუბარი ამ სექსუალურ საკითხებზე, ხო? ანუ აბსოლუტურად დისკურსის მიღმა იყო ეს საკითხი გასული. მაგრამ მე ესე იგი ჩნდება მოთხოვნა რაზე, რომ რახან საზოგადოება თავისი ამ ცვლილებით ძალიან ნელა პროგრესირებს მათ ჭყალებს, საჭირო დაჩქარება ამ პროცესების. ხო? არა გასაგებია ის ეკონომიკური ლიბერალიზაციაც მოხდა მხოლოდ იმისთვის, რომ ნიადაგი მოემზადებინა იმისთვის, რომ ეს კულტურული ლიბერალიზმი დაშენებულიყო, მაგრამ ნუ პოსტმოდერნია ხო გასაგებია და ყველას ეჩქარება. ვერ მოიცდის აქ, ვერ იცდიან აქ გლობალისტები, საჭიროა ფორსირება ამ პროცესების და ამიტომ საქართველოში მოყავთ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი, სხვა ქვეყნებში ზოგჯგან ორგან მაგალითად უკრაინაში შეწყობა ფერადი რევოლუციები და ანალოგიური პროცესები ვითარდება ახლო აღმოსავლეთში, ჩნდება იმედი იმისა, რომ აგერ თვით მუსლიმურ ქვეყნებშიც კი არსებობს საზოგადოების ლიბერალური ნაწილი, რომელიც მოახდენს დემოკრატიზაციას, ლიბერალიზაციას აი ამ ახლო აღმოსავლეთის ანუ ისლამური ქვეყნებისა და რახან ეს ფუკუიამასეული მოდელი რომ ავტომატურად ყველა ბოლოს ლიბერალი გახდება, ან თუ არ გახდება, უბრალოდ უალტერნატივო მაინც გახდება, მაგან არ იმუშავა და ახლო აღმოსავლეთში მაგალითად საერთოდ ისლამური ხალიფატი მივიღეთ, საქართველოში მივიღეთ ტოტალიტარული ლიბერალური რაღაცა ომის მანქანა სახელმწიფო, ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა ეს უკრაინაშიც, მივიღეთ დაშლილი ქვეყანა და ამ შემდეგ. ხო, ანუ აი ეგ ერთი კითხვა მიჩნდება, რატო აი ვერსად ვერ იმუშავა ამ ფორსირებამ. ანუ ვერ იმუშავა იმ პირველ ეტაპმა, რომ მაგალითად ამ ბალცეროვიჩის გეგმებით, ამ ეკონომიკური ლიბერტარიანიზმის გავრცელებით და ასე შემდეგ, რომ ეს პროცესები მოეხდინა და ავტომატურად მომხდარიყო, მაგრამ ვერ იმუშავა და ვერც იმუშავა ამ ფორსირებულმა ფერადმა რევოლუციებმა. რატო რითი ხსნით? ანუ აქ ორი მიზეზი შეიძლება გამოვყოთ. ერთი არის, რომ ესე ვთქვათ, ამ ვინც ამას ვთქვათ, სოციალური ინჟინერიის ფაბრიკებში, ვინც ამ გეგმებს ადგენს, მათ აქვთ ესეთი ძალიან ხისტი, ესე ვთქვათ, ტერმინოლოგიურად ვთქვათ, მონოპატერნული მიდგომა. ანუ ერთი პატერნის, ერთი მოდელის, ერთ თარგზე უნდა ყველაფრის მოქსოვა, ხო? იქნება ეს ვთქვათ, მუსულმანური სახელმწიფოები, ქრისტიანული სახელმწიფოები, კავკასიური სახელმწიფო თუ სხვა. ანუ ისინი, ასე ვთქვათ, ადგილობრივ კულტურულ კონტექსტებს არიაზრებენ და ფიქრობენ, რომ ეს ანუ მათ აქვს დაშვება, რომ ყველაფერი არის ყველანაირი, ანუ ისინი ადამიანი არის ტაბულა რასა, ეს ჯერ კიდევ ვთქვათ, ადრეულ ლიბერალებს ჰქონდათ ეს კრეტინიზმი თავიანთ ვთქვათ, ფილოსოფიურ არსენალში, რომ ადამიანი არის ტაბულა რაზა და მას ასე ვთქვათ, მის დაფაზე შეიძლება ნებისმიერი იდეოლოგიური ფორმულა დაიწეროს
კონსერვატორები ამბობენ, რომ ეს არ არის, ადამიანი არ არის, ადამიანი დაწერილი დაფა, ის იწერება, ის იბადება როგორც დაწერილი დაფა, მასზე არის მასში არის ამოტვიფრული, ასე ვთქვათ, ის კულტურული კოდები, ის შინაარსები, რაც მას კოლექტიურად მოსდგამს, ის ღირებულებითი, ასე ვთქვათ, ღირებულებითი არსენალი, რაც მას გააჩნია და ასე შემდეგ. ხო, ეს პირველი მომენტი ეს არის, ანუ ადგილობრივი კონტექსტის მიუღებლობა. მეორე მომენტი, აი საბჭოთა განსაკუთრებით ელიტებს რო განვიხილოთ, ძალიან სწორად შეეხე, აი ცოტა საბჭოთა დიალექტიკასაც რო გადავხედოთ, საბჭოთა კავშირიდან როგორ მოხდა გადასვლა, ხო? რეალურად საბჭოთა კავშირის ელიტების ვესტერნიზაცია იწყება დაახლოებით აი უხეშად რო ვთქვათ სტალინის სიკვდილის შემდეგ. ну პირობითად ვთქვათ 70-იანი წლებიდან განსაკუთრებით. ანუ პირობითად რო ვთქვათ უკვე ვთქვათ ჩერნენკო და ვთქვათ ჩევარდნაძე, ანუ ასე ნათელ კომუნიზმს კი არა პლანეტარულ კომუნიზმს ან რაღაც კომუნიზმს კი არ აშენებდნენ ვთქვათ, არამედ ემზადებოდნენ იმისთვის, რომ გადაეყვანათ ეკონომიკა დასავლურ ყაიდაზე. აქედან არის ხო, რომ დღეს რო ხედავთ აი ქუჩაში მორბენალ თქვათ, ვინც საღებავებს ასხავს წინ და უკან, რომ მათ აქვს ძალიან, ესე იგი, საბჭოთა ელიტების შვილები არიან. რა ხდება, ხო? ანუ საბჭოთა ელიტებმა ასე ვთქვათ, გადაბარგდნენ უკვე მიიღეს ლიბერალურ, ანუ მათ უნდათ გასვეცკება. უკვე გვიანი საბჭოთა ადამიანი, ჰომო სოვიეტიკუსი კომპლექსდება დასავლური ტექნოლოგიებით, იმიტომ რომ ესე იგი საბჭოთა კავშირი არ არის ნახევრად დახურული სისტემა, იქ ბევრი რაღაცა არ შემოდის, განსხვავებით დასავლური ეკონომიკისა, რომელიც არის ღია ლიბერალურ კაპიტალისტური სისტემა. და გვიან საბჭოთა ადამიანს უჩნდება კომპლექსი. აი მაგალითად მისი პირობითად ვოლგა არის უფრო ცუდი ვიდრე პირობითად, რა ვიცი, მერსედესი. ის მას არ აქვს თქვათ რაღაც ბრენდირებული საღეჭი რეზინები, ჯინსები, როკი და ეგრეთ კულტურული ყოფითი ელემენტების გამო აქედან არის დღესაც ხო დასავლეთისადმი ესეთი დაკომპლექსებული დამოკიდებულება. ეს არის პირველი საბჭოთა გადმონაშთი, როგორც ლიბერალებს უყვართ თქვა. ანუ ხდება ეს, ანუ ეს ელიტა კომპლექსებით შედის, ასე ვთქვათ, დასავლურ ტუსოვკაში, ეს ლიბერალურ ტუსოვკაში. იქ ის არის მიჩნეული როგორც რაღაც ეს ახალი რაღაც დაბალი რანგის წევრი და მათ უჩნდებათ ეს კომპლექსი. ხა ეს რატო გავაკეთე ეს ექსკურსი, ხო, ეს საბჭოთა კავშირის დიალექტიკა. შენი კითხვა იყო, რატო ვერ იმუშავა. სწორედ ამიტომ ვერ იმუშავა, იმიტომ რომ ლიბერალურ დემოკრატიას ჭირდებოდა მაინც ისეთი ადგილობრივი ელიტები, რომელიც აი ლიბერალიზმთან ექნებოდათ რაღაც საერთო და ესენი იყვნენ ზუსტად საბჭოთა, ასე ვთქვათ, საბჭოთა ლოგიკების და საბჭოთა პრაქტიკების მატარებლები. აი, ხო არის ხალხიც რო ამბობენ, რომ ესენი რანაირი ევროპელები არიან, საბჭოთა კავშირში რა ცუდი იყო იგივე სიტყვის განსხვავებული აზრის მიუღებლობა ჩაგვრა, ამეებს ყველაფერს ესენი ყველაფერი გადმოაქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ ვართ ლიბერალები და არავი, ეს ლიბერალიზმი თუ ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლება და რაღაცა რანაირად ხდებაო. ერთ-ერთი მიზეზი, გარდა იმისა, რომ თვითონ ლიბერალიზმიც უკვე ამ პერიოდში სიტყვის თავისუფლებას აუქმებს თანდათან, არის ისიც, რომ ეს გვიან საბჭოთა ელიტები თავის, ასე ვთქვათ, საბჭოურ ყაიდაზე მოქმედებენ, ხო, იგივე სააკაშვილი, ხო, ხა პირობითად კი შემოიტანა რაღაც ლიბერტარიანული მომენტები საქართველოში, იგივე ბენდუქიძიზმი და ასე შემდეგ, მაგრამ მან შემოიტანა იგივე საბჭოთა სტილის ხისტი ჩარევა, ვთქვათ, მოქმედებებით, ხო, აი პოლიციური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ესეც უკვე ლიბერალური ყაიდისთვის, ლიბერალური თქვათ გარკვეული მართველი ცენტრებისთვის შეიძლება მიუღებელიც აღმოჩენილი იყო და სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ თქვათ ამან არ იმუშავა. ну კიდე შეიძლება თქვათ ცხადია პირველი და მთავარი არის, რომ წინააღმდეგობის ძალა ხდება მაინც ამ ყველაფერს და ეს უფრო არის იმ პირველი ფაქტორიდან გამომდინარე, ხო? პირველი ჩაგეკითხები, რომ აი სააკაშვილის ავტორიტარული და შეიძლება ითქვას ეს ტოტალიტარულიც კი რაღაცა რეჟიმი ხომ არ იყო საერთოდ იმითი გამოწვეული, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და თავად პირველ რიგში სააკაშვილმა გააცნობიერა, რომ ლიბერალური დემოკრატია თუ არა ხიშტებით ვერ დამყარდება. მით უმეტეს საქართველოში. ამის აქედან გამომდინარე ხო არ იქცეოდა როგორც იქცეოდა? ხო, აქედან გამომდინარეც იქცეოდა. ანუ მე არ გონია თქვა აი ქართველებსაც თქვა რომ ეთქვათ რომ აი კი კაია ესე მოდი ახალი ქართველები დავიბადოთ უმტკივნეულად. ესე რომც მოხდარიყო სააკაშვილი და ის ელიტა ხო ეს თქვა ეს პოსტსაბჭოთა ან გვიან საბჭოთა ელიტა ხო მაინც არ იქნებოდა რაღაც ესეთი
აი თანამედროვე რაღაც გაწონასწორებული ბურჟუაზიული რაღაც რომელიც აი კანონს მიყვება და კანონის მართლობას აღიარებს ეს მაინც მათ ეს ელიტური ეს საბჭოთა ელიტური შინაარსები მოზგამს თუმცა ეგეც ცხადია იმიტომ რომ აქ ლიბერალიზმი ხო არ დამყარებულა არსად რაღაც იავარდებით იმას ხიშტები ჭირდებოდა და საერთოდ რა ლიბერალური დემოკრატია არის ლიბერალიზმის მიერ დემოკრატიის მართვა. აი ესა ხო ლიბერალური დემოკრატია, სხვა არაფერი. ანუ ლიბერალებმა უნდა მართონ დემოსი, რომ ამ დემოს რაღაც ზედმეტები არ მოუნდეს. როგორც დემოსი ყოველთვის ანტილიბერალური. როგორც ესე იგი ლიბერალიზმის იდეური თავარი მამა გიგა ბოკერი ამბობს, ხალხი რომ მიუშვა პატრიარქს პრეზიდენტად აირჩევენ. ხო, ანუ მათი წარმოდგენა ესეთია ხალხზე, ხო? აი ეს არის ხო აი ანუ ლიბერალიზმის სიოსო დემოკრატიის მოთოკოს და უკვე ეს გვიანი ეს თქვა LGBT და უმცირესობებზე აპელირებაც არის რა ეს არის მარტივად უმრავლესობის ლოგიკებს უნდა დაუპირისპირო უმცირესობის ლოგიკა რომ დემოსი უხეშად ჟარგონზე რო თქვა რო არ გააბლატაო აი ეს არის ასე თქვა ლიბერალიზმის თავარი. კი ბატონო, აი საერთოდ ლიბერალიზმის გავრცელება როცა ხდებოდა ნახავთ ჩვენ რომ სხვადასხვა ქვეყანაში მან სხვადასხვა წარმატებას პოვა. ნუ წარმატება ძალიან ესეთი პირობითი ცნება აქვს. ანუ სხვადასხვა სიმარტივით თუ სირთულით დამკვიდრდა. ხო, აი მათ შორის ჩემ მე რო ვამბობ რომ ის დასავლური მოვლენაა ლიბერალიზმი და გავრცელდა მარტივად სწორედ აი ესე დასავლურ ქვეყნებში და არა ჩვენთან და არა მაგალითად ისლამურ ქვეყნებში ან ჩინეთში. აი მაგისი კონტრარგუმენტად მოყავთ ხოლმე იაპონია რომლის ლიბერალიზაცია ძალიან მარტივად მოხერხდა. აი აქ რახეთ საქმე რაშია. უბრალოდ ასეთ არგუმენტაციას მხედველობიდან რჩება ერთი რაღაცა. ნუ პირველ რიგში ისინი არ აღიარებენ ცივილიზაციის ცნებას. ნუ ცივილიზაცია მათ გონიათ მხოლოდ დასავლური სამყარო, რომ აი ცივილიზებული სამყარო რო ამბობენ, გულისხმობენ მხოლოდ დასავლეთს და არა სხვა ცივილიზაციებს. საქმე იმაშია, რომ თუ ჩვენ პირველ რიგში ვაღიარებთ ცივილიზაციის ცნებას და დავინახავთ რომ არ დასავლური ცივილიზაციის გარდა არსებობენ სხვა ცივილიზაციებიც აღმოვაჩენთ რომ გარდა დასავლური ცივილიზაციისა არსებობენ მთელი რიგი ცივილიზაციები რომლებიც თავიანთ მეტაფიზიკურ თუ აი არქეოლოგიურ ქვედაფენებში ხა ლიბერალური არა მაგრამ საკმაოდ ფემინური კულტურები არიან. აი მაგალითად იგივე აი საზღვაო ცივილიზაციები ანუ ისეთი ხალხები რომლებიც ცხოვრობდნენ ზღვასთან ახლოს იაპონია ზოგადად შემთხვევით არ ვახსენე ავსტრონეზიისა და პოლინეზიის ხალხები მათი მითოლოგია რო ავიღოთ მათი ზღაპრები რო გავაანალიზოთ მათი წერლები რო ავიღოთ ძალიან ფემინური საზოგადოებებია. შესაბამისად აი ტაილანდი და რაღაც აი ესეთი ქვეყნები ხო ასევე აფრიკაში გარკვეული ტომები აი არიან თავიანთი სტრუქტურით თავიანთი საზოგადოებრივი მოწყობით ისინი იმთავითო იყვნენ ძალიან ესეთი ფემინური კულტურები იყვნენ შესაბამისად კულტურა რომელიც იყო თავისი არსით ძალიან ფემინური მისი ლიბერალიზაცია აღმოჩნდა ძალიან მარტივი. კი ბატონო. მაგრამ აი ისლამური კულტურა ან ჩინური კულტურა რომელიც აი კაცად მასკულინურია ის აი აბსოლუტურად წინააღმდეგობაში აღმოჩნდა აი ხო იმის თქმა მინდა რომ ანუ არამც თუ მაგისი ჩაშლა და ანალიზი ხდება აბა რომელი კულტურა აქ ფემინური და სად მარტივად შეიძლება ლიბერალიზაცია მოხდეს იქ ფერადი რევოლუცია მოვაწყოთ არამც თუ ეგ არ ხდება არამედ საერთოდ ცივილიზაციაზე აქ უბრალოდ ცივილიზაციის ცნება მათთვის არ არის, იმიტომ რომ ცივილიზაციას თვლიან მარტო საკუთარ თავს. და იქ არის ტაბულა რაზა, რაზეც ლიბერალური წინადადებები და დაწერა. არის ტაბულა რაზა, დანარჩენი ხალხები ყველა უკლებლივ არიან ბარბაროსები და ველურები და ეს ტაბულა რაზა, რასაც დასთესავ, იმას მე ამოიღებ რა, თუ ლიბერალიზმს გაავრცელებ, ამოიღებ. გაავრცელებ რაღაცა მაგალითად პროტესტანტულ სექტას, იმ პროტესტანტულ სექტაზე გადმოვა ყველა 2-3 წელიწადში. ანუ ასეთი წარმოდგენები თუმცა არის თვალისწინებენ რომ თქვა ნიადაგი განსხვავებულია და ყველა ნიადაგზე არ ამოდის. აი აქ ბოდიში დავასრულებ რომ ანუ რა არის რომ საერთოდ აი ანალოგია რომ მოვიყვანოთ აგრარული სფეროდან, ხო? შეიძლება იყოს რაღაცა გარკვეული თესლი გქონდეს
და ეს თესლი იყო სიცოცხლის უნარიანი, ამიტომ შეიძლება გაღვივდეს. კი ბატონო. მაგრამ ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ეს სიცოცხლის უნარიანი თესლი ნებისმიერ მიწაში ერთნაირი წარმატებით გაღვივდება. კი ბატონო. ხო, ეს შეიძლება ნიადაგი იყოს უდაბნო, შეიძლება იყოს შავი მიწა, შეიძლება იყოს თიხა მიწა, ჭაობი და ასე შემდეგ. კი ბატონო, და ეს შენ თქვათ ახსენე იგივე ფემინოიდური კულტურა და ეს საქართველოსაც რო თქვათ, ხო, ქართული კულტურის ტიპზე. ქართული კულტურა გამომდინარე მისი თქვათ მდებარეობისა, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვართ ცივილიზაციათა გზაგასაყარზე მდებარე სახელმწიფო კულტურა შესაბამისად ჩვენში არსებობს სხვადასხვა პლასტები და ეს პლასტები არ არის ხშირად არ არის რომელიღაცას დომინაცია. ანუ ჩვენ ქართულ კულტურაზე ვერ იტყვი რომ ეს არის ცალსახად მასკულინური კულტურა ან ცალსახად ფემინური კულტურა. ვერ იტყვი რომ ეს არის კოლექტივისტური კულტურა, თქვათ როგორც ჩინეთია ან ინდივიდუალისტური, როგორც პირობითად პროტესტანტიზმი და ამერიკაა, ხო პირობითად ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობ. შესაბამისად აქედან გამომდინარე ეს იწვევს მერე იმას რომ ლიბერალიზმი აქ მაინც რაღაც სეგმენტში იყიდებს ფეხს. აი თუნდაც ის რომ ეს მერე ეს ლიბერალიზმი ვლინდება ისტერიულ ფემინურობაში, ტოქსიკურ ფემინურობაში, ხო? აქედანაა გამომდინარე, ხო? აი ჩვენ ხედავთ, ხო, წამყვანებს, რომლებიც რაღაც ტოქსიკური კაცებს გულისხმობ ძირითადად, ხო? წამყვანებს, რომლებიც თქვა ქვილს იყრიან და რაღაც ესეთი მასკარადის და კლოუნადას აწყობენ, ხო? მე არ ვამბობ, რომ ეს ქალის თვისება, მე ვამბობ, ეს ტოქსიკური ფემინურობა, ხო? არსებობს ტოქსიკური მასკულინობა, მადლობა ლიბერალებს, რომ ამ ტერმინოლოგიით მოგვამარაგეს. აი ამად გადაგვარდება. ამიტომ არის ხო აი პირობითად ხო აი ლიბერალიზმი ასეთი აქტიური მტრები, ეს არის რაღაც პატრიარქალური არაცუდი, რაღაც ძალიან უხეში და ტოქსიკური მასკულინური გაგებით, მადლობა ისევ ლიბერალებს, არამედ იმ გაგებით, რომ ესე იგი, ანუ კაცისთვის ანუ ის კოდი და ის ესთეტიკა პირობითად კაცს გულისხმობს აი ტრადიციული ყაიდის კაცს, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ის პროფესია, თქვათ ინჟინერია, თქვათ ტაქსისტია თუ რა ვიცი ფსიქოლოგიის მაგისტრია, ხო? რაღაცნაირად ეს ლიბერალური ესთეტიკა და იმისი თქვათ ღირებულებათა სისტემა არის მიუღებელი. გამომდინარე იქიდან, რომ ის რაღაც ამ იერარქიზმს რაც თქვათ ამ მასკულინობას და ამ კონსერვატიზმს თან ახლავს, ხო? ამ იერარქიულობას ურტყამს. მეორე მხრივ ამ ლიბერალიზმს ყავს ასე ვთქვათ აქვს დასაყრდენი იმაზრით, რომ ეს მასკულინობა ავლენს თავის ტოქსიკურ ფორმებს, აი მარტივად რო თქვა, აი პირობითად. ანუ ბაია პატარაიას შეუძლია თქვას, აი წმინდა ჰუმანისტურად, რომ ცუდია, რომ მაგალითად, რა ვიცი, კახეთის თუ რომელიღაცა რაიონის სოფლებში ქალების წინადაცვეთა ხდება. და რავი, ხა კონსერვატორმაც როგორ უნდა თქვა, რომ ეს ცუდია, კი. ანუ მას აქვს რაღაც ხელმოსაჭიდი, რომ აქ მართლა რაღაც მანკიერი მასკულინური გამოვლინებები ამ კულტურაში ხდება. ეს ახლა მე უკიდურესი მაგალითი ვთქვი. ხდება კიდე რაღაცეები, ხო, ეგრეთ წოდებული მუშაობს მათ სასარგებლოდ. ეს მათ სასარგებლოდ მუშაობს და ამიტომ მე რას ვამბობ, რომ ამ კონსერვატიზმს უნდა შეეძლოს, ასე ვთქვათ, წმინდა ელექტორალური კუთხითაც, თუნდაც აი ქალებისთვის გასაგები რაღაც კულტურული გამოტანა, რომ აი ჩვენ ოჯახი გვინდა, მაგრამ არ გვინდა ისეთი ოჯახი, რომელიც თქვა თქვენ ძალიან დაგჩაგრავთ. იმიტომ რომ ესეთ ხის პატრიარქალურ ოჯახებში დაჩაგრული ადამიანები გამოდიან, შედიან NGO-ში და ხდებიან, ასე ვთქვათ, მოუბრუნებელი ლიბერალები, ხო, რომელსაც ვერაფერი იდეოლოგიური მუშაობით ვეღარ მოაქცევ. ამიტომ ჭირდება კონსერვატიზმს, ასე ვთქვათ, ოჯახის ახლებური გაგება, რომელიც მისი საფუძველია და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ეს შობს, აი ჩვენ ხო ვთქვით, დასაყრდენი ეს მასკულინობას, ეს ტოქსიკური მასკულინობა იწვევს ამ მომენტს, რასაც მე ლიბერალები ჩაჭიდებენ ხელს და ხელმოსაჭიდი აქვს. გავაგრძელებთ, შეიძლება აი საერთოდ წეღარო ჩვენ თქვით, რომ საქართველოს არ ვერ ვიტყვით, რომ ან ერთ ცალსახად ან მასკულინური, ან ფემინური კულტურა, აქ ორივე ელემენტი არსებობს, ხო? ხა ეგ ცოტა ღრმა საკითხია და ძალიან ვერ ჩავურმავდები, უბრალოდ აი მოკლედ რო თქვათ, აი ქართული ლოგოსი, ეს არის დიონისური ლოგოსი. დიონისე ძველ ბერძნულ მითოლოგიაში არის ორსახა ღმერთი. ანუ არ ვერსიები, ანუ არსებობს დიონისეს აპოლონური წაკითხვა და არის დიონისეს ბაქხური რაღაც კიბელა, რეაკიბელასეული წაკითხვა. ანუ აპოლონურ წაკითხვით დიონისე ეს არის აი შემთხვევით არა დიონისე რო ღვინის კულტურასთან როა დაკავშირებული და ის ამასთან რო ასოცირებული, ხო?
ანუ დიონისემ შეიძლება ამ თავისი ღვინის და რაღაცით პატივი მიაგოს ზეციურ ღმერთებს, ის ეხმარება საერთოდ აი, ოდესაც ზევსი ებრძვის ტიტანებს, მაგალითად, ერთ-ერთ ვერსიაში ზევსი ეხმარება ზეციურ ღმერთებს, რომ დაამარცხოს ტიტანები. მაგრამ არსებობს სხვანაირი ვერსიაც. ამ სხვანაირ ვერსიაში დიონისე თვითონ არის ტიტანი, რომელიც ხსნის აი ამ ტარტაროსის კარიბჭეს და ეხმარება ამ გიგანტებს და ტიტანებს, დანარჩენებს, ამ ხთონურ არსებებს, უცხულებს, რომ ზედაპირზე ამოვიდნენ. ანუ რისი თქმა მინდა, რომ მთელი დილემა აი ამ ქართულ აზროვნებაში არის სწორედ მანდ. ხათაშორის ეს ამირანის არის აი ესეთი დიონისე, ამირანის დიონისეს ლოგოსის მატარებელია. ნახეთ, აი გავიხსენოთ უბრალოდ ერთი რამე. ამირანი ესეთი ორსახა არის. ერთის ხრივ ებრძვის დევებს, გვახსოვს? კი. მეორეს ხრივ უჯანყდება ქრისტე ღმერთს. ნუ გასაგებია ქრისტე ღმერთი მოგვიანებით არის ჩამატებული, მაგრამ ნუ ზეციურ ღმერთებს უპირისპირდება. ანუ მარტივად შეიძლება რომ აი ანუ მთელი დილემა არის აქ. სადღაც პოლინეზიაში თუ გადაწყვეტილია იმ თავითვე დაუშვათ რომ ეს კულტურა განწირულია იმისთვის რომ თუ კი იქ რაღაცა ლიბერალიზმის მარცვალი შევა ძალიან მარტივად მისი ლიბერალიზება მოხდება, ხო? აი საქართველოს შემთხვევაში ასე მარტივად არ არის საქმე. აქ დიონისე თუ ამირანი აი დგას ყოველთვის აი ამ რაღაც არჩევნის წინაშე. ანუ შესაძლებელია რომ დიონისე გადავიდეს ასე თქვათ ქრისტეს მხარეს, ზეციური ღმერთების მხარეს და გადავიდეს საერთოდ უცხულების მხარეს და ამოუშვას ეს უცხულების ლიბერალური ძალები, ეს განდევნილი, მათ შორის ძველი ქართულ ზღაპრებში, მითებში არსებული ის უძველესი რეპრესირებული არქეტიპები. ალები, ჭინკები, რავი, 1000 უბედურებები ამოუშვა ზედაპირზე და მე ადამიანები თვითონ ხდებიან ჭინკების, ალების და ყველა არ დაიმსახურეს მათ შორის დღევანდელ ლიბერალებმა ჭინკების მეტაფორები არ ეძახიან ლიბერალებს, იმიტომ რომ ეს არქეტიპია რა და ადამიანი ოდესაც ესე იგი ლიბერალი ხდება, ქართველ ლიბერალზე მოქვს საუბარი. ხდება ჭინკა ჩვეულებრივი. ეს არ არის შემთხვევითი. ამას ეს მარტო დასავლეთის ბრალი არ არის, ეს ქართული მოვლენაც. ხო, ცხადია. აქაც აქვს მაგას ფესვები. ცხადია, ეს არ არის დასავლეთის მოვლენა, ანუ ჩვენ ცხადია არ უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი დასავლეთის ბრალი, ანუ ნებისმიერ უცხო კულტურასთან შეხება რაღაც კოლექტიურ არაცნობიერის რაღაც კონფიგურაციას ახდენს, ანუ რაღაცნაირად მოაწყობს, რომელიღაცა დემონებს, ვთქვათ, და ჩაახშობს, რომელიღაცა დემონებს წინა პლანზე ამოუშვებს. შენ ახსენ დიონისე და ეს ამ ღმერთის ორსახოვნება ცხადია ისტორიულათაც არის, რომ მითოლოგიას რო შეხედოთ, როგორ ხდება ხო? ანუ ეს მითოლოგია ხო არ არის, რომ ვიღაც კაცი დაждდა და დაწერა ესე. ნუ ცხადია ეს ჰომეროს მიაკუთვნებენ ამას, თუმცა რამდენად ის იყო ერთი ადამიანი, ეგეც სხვა საკითხია, მაგრამ რისი თქმა მინდა. ანუ ის რომ დიონისეს ეს მრავალსახოვანება გამომდინარეა იქიდან, რომ ეს თავი მითოლოგია არის მოიცავს სხვადასხვა ისტორიულ პლასტებს, რომელიც სხვადასხვა ისტორიული მონაკვეთებიდან მომდინარეობენ. ზოგი არის პატრიარქალური პლასტი, როდესაც თქვა არის რაინდული ეპოქა და ასე შემდეგ, არის მატრიარქალური პლასტები და ეს დიონისე თავის თავში ამას აერთიანებს. ამას რატო ვამბობ, რომ სწორედ ისტორიული მომენტზე არის დამოკიდებული ჩვენ შემთხვევაშიც თქვათ რომელ პლასტს და თავის რომელ სახეს წარმოაჩენს ეს დიონისეს ღვთაება. ეხლა შეიძლება პირობითად ვიღაც გვიყურებს და აი რა დიონისეს ღვთაება რა შვაშია, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა ვიცოდეთ რომ ადამიანის სულს და ადამიანის რაობას განკარგავენ ეს ადამიანის სულის კულისებში დამალული ეს არქეტიპები, ხო? დიონისური აქეთ ხო ეს დიონისეს ვეძახეთ ჩვენ არქეტიპს. არქეტიპია, რომელიც წარმართავს. აი ეს ქართულ კულტურაში აი შენ როგორც აი ამირანზე ახსენ ეს ორსახოვნება ჩვენ გვაქვს, ეს ჩვენ არ ვართ ეს ხისტად პატრიარქალური კულტურა და არც ვართ ხისტად მატრიარქალური კულტურა. კი ბატონო. და ეს სხვათა შორის ამაში ქრისტიანობას როგორც ასეთი ძალიან დიდი დადებითი როლი მიუძღვის, იმიტომ რომ მას შემოაქვს როგორც თქვათ მარიამ ღვთისმშობელის ხატსახის გააქტიურებით, ისე ქრისტეს ხატსახით, ასე ვთქვათ, ამ ორივე სახეს, ასე ვთქვათ, ქართული კულტურა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში თანატოლძალოვნად იღებს, ხო, თავის თავში.
მატრიარქალური ხაზი ცხადია ხა ეს ყველა მისის იგივე ჩვენ სიტყვებში არის დედა ხო ჩაქსოვილი ხო იგივე ეს დედა მიწა დედა ბუნება და ასე შემდეგ ანუ ეს ორი პლასტის ამ ორი პლასტის გაჯანსაღება გვჭირდება ჩვენ ანუ ეს ჩვენ კი არ ვამბობთ რომ აი კაცები და ქალებმა ჩადრები დაიხურა პირიქით კაცები რაღაც ჩوارებს დაიმსგავსონ ამას არ ვამბობთ ჩვენ ვამბობთ რომ ორივეს ტოქსიკურობის მინიმიზაცია მინიმუმამდე დაყვანა უნდა მოხდეს კიდე ეგ აზრი მინდა ასე ვთქვათ გავარცვლა მაგალითად დიონისური კულტურა რამდენადაც ის ღვინის და სუფრის კულტურასთან არის დაკავშირებული და მოგეხსენებათ თუ ქართული სუფრა აი როგორი მნიშვნელობის არის ქართულ კულტურაში ხო ის არის ის არ არის უბრალოდ როგორც მაგალითად დასავლეთში რომ ჭამეს ადგენენ და ალაფურშეტის კულტურა არ არის ალაფურშეტი არა ეს არის თელი სოციალიზაციის სივრცე სადაც ადამიანები ერთმანეთს რაღაც აქებენ კარგ სიტყვებს ეუბნებიან რომ მე ანუ მიუხედავად იმისა რომ იცის რომ ის მთლად კაი კაცი არ არის ნუ ეუბნება რომ აი მე შენგან ესეც მახსოვს აი ეს კარგი მახსოვს შენ კაი კაცი ხარ და გაგიმარჯოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ თითქოს აი ამ სადღეგრძელოთი ხდება ადამიანის სახელდება ესეთი კეთილშობილური სიტყვებით რომ აი ამ კეთილშობილურ სივრცეში შემოყვანა ხდება რომ აი შენ შეგწხვება რა იმდენი კეთილი სიტყვა გითხრა ეხა თამადამ რომ ასეთი კარგი ხარ რომ ეხა წახვიდე ეხლა აქედან და ისევ ის სუდები აკეთო რასაც ჩუმად აკეთებ ხო ცოტა შეგწხვება რა ანუ შენი ზედმეტად შექება არის იმის წინაპირობა რომ შენ რაღაც გაკეთილშობილი ესკენ რაღაც გაბიჯები გადადგა მაგრამ ნახეთ რა არის რა იქიდან გამომდინარე რომ ეს დიონისი არის ორსახა ან იგივე ქართული სუფრა შეიძლება იქცეს ისე ტოქსიკურ მომენტად რაღაცა ღრეობად მაგალითად რომელიც მე აი ამ კოლექტიურ ბაია პატარაიას მისცემს საფუძველს იმისა რომ შეურაცხოს ქართული სუფრა აგინოს და ლანძღოს აი მაგალითად ელემენტარული ეს ბოლო პერიოდში გავრცელდა დაძალების თემები სუფრაზე რაღაც უხეშ ბოდიშ მაყურებელთან ეს სუფრაზე ეს ღიპით შედგომა ფეხით და იქ რაღაც 8 ლიტრიანი ყანწით დალევა და იქ გინება ლანძღვა და ასე შემდეგ ხო? ანუ აი ესეთი ტოქსიკური მასკულინური თუ შეიძლება ასე თქვას გამოვლინებები ამ ქართულ სუფრაზე სწორედ სინამდვილეში ასხამს ტოქსიკური ფემინურობის ისქვილზე წყალს. ანუ საფუძველი უჩნდება იმაზე რომ მე აქ შენ რაღაც ფერადი რევოლუცია მოგიწყოს, მე გითხავს არ ვარგა ბნელია ქართველობა, რაღაც ქართველები არიან ღიპიანი, ბნელი, ღრუზინები და ამიტომ უნდა ჩანასწრენ ისინი სოიოზე გაზრდილი რაღაცა კრუასანზე, სოიოზე და რაღაც დემასკულინიზებული ტიპები. დემასკულინიზებული რაღაცა ესეთი ტიპები, რომლებიც აი როგორ თქვა, აბსოლუტურად ფემინურები არიან და არაფერი მასკულინებს არ აცხიათ, იმიტომ რომ აბა რა გინდათ ის ღიპიანი მთვრალი მოჩხუბარი კაცები გინდათ? აი ეს არ ჯობია, ნახე რა საყვარელია. ეს ძალიან კარგი რაღაცა შეეხე, ეს არის ერთგვარი ეს ანან აზროვნება რა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლიბერალიზმი რაღაც ამ პლურალიზმის რაღაც დევიზით გამოდის სცენაზე და ამბობს, აი მრავალფეროვნება ის არის ყოველთვის ესე ვთქვათ ეს ანან დიქოტომიით ოპერირებს ხშირად, რომ ანეს, ანუ გეგონება, ანუ ეს იყოს აი ესეთი მდგომარეობა, რომ აი ორსულად ან ხარ, ან არ ხარ. კი აქ გასაგებია, რომ ეს ანან არის, მაგრამ სამყაროში ხო არსებობს რაღაც შვალედური ვერსიები, არსებობს რაღაც მრავალფეროვნება. ანუ ის რასაც თვითონ ამტკიცებს, თვითონ რომ ეს პლურალიზმი და მრავალფეროვნება ასე შემდეგ, თვითონვე ხშობს, როდესაც მას აწყობს. ანუ იტყვის, რომ აბა ის გინდა ღიპიანი კაცები გინდა და ბნელი ღრუზინები გინდა. ანუ გეგონება ეს ან ის, ანუ გეგონება სხვა ტიპაჟი არ არსებობს გრადაცია, არ არსებობს ის კულტურული სეგმენტის რაშიც ვლინდება მრავალფეროვნება, ხო თქვა ზოგი თქვა გაწვნილია რაღაცაში ზოგს რაღაც სულიერი განვითარება სხვაგან აქვს, მაგრამ ეს ჩარჩოში ხდება, ხო და ეს ჩვენ ხა კონსერვატიულ დისკურსს ვეკუთვნით, ხო ასე თუ ისე და ეს საზღვარი საერთოდ ნებისმიერი კონსერვატორისთვის არის აი ყველა საკრალური ცნება, ხო? აი როდესაც აი იგივე რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ფერადი რევოლუციების და ეს პოსტმოდერნული რაღაც სიგიჟეების მთავარი
მამოძრავებელია ეს ტრანს განსაზღვრულობა, ხო? აი იგივე ეს ტრანსგენდერობა, ეს თქვათ ყველანაირი ბიოლოგიური საზღვრების გადალახვა, ოჯახის გადალა, ანუ ყველა ეს მოიტანა ხო, ანუ ყველაფერის საზღვარი უნდა მოიშალოს. ხო, ანუ საზღვრის მოშლა არის ის, რომ ეს რაღაც ერთმანეთში გათქვეფილი, რაღაც ბიოჰუმანოიდების რაღაც ესეთი მიმოცვლა უნდა ხდებოდეს, რომელსაც რაღაც სიმყარე არ გააჩნია, იგივე განათლება, ინტერდისციპლინარობა, ხო, ეს საზღვრის გადალახვა არის. ანუ ეს ტრანსგანსაზღვრულობა არის ჩვენი ეპოქის, ასე ვთქვათ, მთავარი ხაზი, ხო, რომლითაც ეს ლიბერალიზმი და პოსტმოდერნული ლიბერალიზმი, ესე რომ ვთქვათ, ოპერირებს. კი ბატონო, აი მაგას ხათაშორის თავის ისტორიული გეოპოლიტიკური ფესვებიც აქვს. ბევრმა არც იცის, რომ აი მაგალითად რომის იმპერია, რომელიც აი კაფიოდ და აშკარად მასკულინური იმპერია იყო, ახლა განსხვავებით კართაგენისაგან, ხო? მას ჰქონდა თავის ოიკუმენა, ანუ შემოსაზღვრული რაღაცა სივრცე და ჰერაკლეს სვეტები, სადაც იყო, ანუ დღევანდელი გიბრალტარის სრუტე, სადაც არის, ანუ სადაც ესპანეთი მთავრდება და ატლანტიკის ოკეანე იწყება, იქ ჰერაკლეს სვეტებთან, თუ ჰერაკლეს სვეტებზე იყო წარწერა non plus ultra, ანუ ამის იქით აღარ შეიძლება, ხო? ანუ იმის თქმა მინდა, რომ რომაელებს არასდროს არ უცდიათ, მიუხედავად იმისა, რომ ფლოტი ჰქონდათ, არასდროს არ უცდიათ, რომ ატლანტიკის ოკეანე გადაეკვეთათ და სადღაც ეძებნათ ჩაძირული ატლანტიდა, თქვათ. ახლა ამერიკა არ იცოდნენ, გასაგებია, ხო? ასევე რომაელები არ შესულან აფრიკის სიღრმეში. და ერთადერთხელ მოხდა შეხება უბრალოდ აღმოსავლეთში ჩინეთთან, უბრალოდ რაღაცა კონფლიქტი, მაგრამ რომაელებს არ უცდიათ ასევე აი ხანების დინასტია იყო მაშინ ჩინეთში და მაგალითად საკუთარი საზღვრების გავრცელება ხანების დინასტიის ან ჩინეთის მიმართულებით. რომაელებს არ უცდიათ ასევე გერმანული ტყეების მიღმა გასულიყვნენ და თქვა დანიამდე ან შვედეთამდე ასულიყვნენ და იქ ჩრდილოეთით ეძებნათ. ანუ ოიკუმენა არსებობდა, აი რომაული საზღვრებს რაღაცა გარკვეული ჩარჩოები აქვს. ამის იქით აღარ შეიძლება. ნახეთ, რას აკეთებს დასავლური ცივილიზაცია, როცა ის ხდება ანტირომაული და ის უფრო ემგვარება კართაგენს. თავარი დევიზი, რომელიც იყო non plus ultras, ზრება სიტყვა non და რჩება plus ultra. ანუ იწყება დიდი აღმოჩენების ეპოქა და მიდიან ამერიკის აღმოსაჩენად. აი სწორედ აი ამ ტრანსგრესიულობას საფუძველი ეყრება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზღვრის ცნება უქმდება. კი ბატონო. საზღვრის ცნების გაუქმება, ну, პრინციპში ეს შენ სწორედ ახსენე, ეს არის გეოგრაფიული თავიდან შემადგენელი აქვს, ეს იქნებოდა ახალი მიწების აღმოჩენა და ну, შემდეგ ამ კულტურამ თავის წიაღში ეს აქცია რაღაც მამოძრავებლად. თუმცა აი მე მინდა შევეხო აი ესე შენ ახსენე ეს რომაული, ეს ვთქვათ, საზღვრის დამდები პრინციპი და აი ქართულ კონტექსტშიც რო გადმოვიტანო, ხო? ჩვენთვის იგივე ასე ვთქვათ ზღვარი, ხო, არის ზღვასთან, ხო? გარკვეულწილად ასოცირებული, ან ჩვენთან საზღვარი არის ის რაც ანუ ზღვასთან თავდება. ანუ ჩვენში, ანუ შენ ახსენე ასევე დიონისე, რომელიც აპოლონური დიონისია. აპოლონი ვინ არის? აპოლონი არის რაციო, აპოლონი არის საზღვრის დამდები და ჩვენში ეს საზღვრის დამდებობა და რაღაც აი თქვათ რაღაც შენი კმაყოფილება, ხო, არის ერთ-ერთი მამოძრავებელი კულტურის ერთ-ერთი ხაზი, ხო, რომ შენ ანუ ეს ტრანსგრესიულობისკენ არ ხარ მიდრეკილი, ეს მე ფსიქოლოგიურად ძლიერს ხდი შენ არ დაეძებ, ასე ვთქვათ, არამაძიებელი ხარ, ხო, ეს არამაძიებლობა შეიძლება ცუდიც არის რაღაც აზრით და ზედმეტ დარდიმანდისში გადაგვარდება ხოლმე, მაგრამ ეს არამაძიებლობა და ის რომ შენ ზღვაზე ჩერდები, ეს შენი ფსიქოლოგიური მდგრადობის წინაპირობაა, ხო? იმიტომ რომ ვინც ნიჩე თავის წერილში სიცოცხლისთვის ისტორიის სარგებლისა და ზიანის შესახებ ამბობს, რომ ეს მარადიული ეს მაძიებლობა და ეს რაღაც ვთქვათ ოქროს ციებცხელების ტიპის ფსიქოტიპი, ხო? არის რაღაც ერთგვარ ავადმყოფობის დონეზე აყავს, რომ ის მუდამ ეძებს რაღაცას ეძებს და არ შეუძლია ასე ვთქვათ დაწყნარება. ეხლა დაწყნარება არ გულისხმობ, რომ ვთქვათ სახში წამოწვეს და რაღაც ტელევიზორი ჩართოს და იქ უყუროს რაღაც ფეხბურთს პირობითად, რომ ვთქვათ. ანუ ამას არ გულისხმობ, მე გულისხმობ რაღაც მენტალურ, ეგზისტენციალურ სიმშვიდეს და რაღაც ანუ შენი სახში ან მკვიდრობის განცდას, ეს მკვიდრობის
განცდა გვაძლევს ჩვენს ამ ეგზისტენციალურ და მენტალურ სიმშვიდეს, რასაც ეს აი ტრანსგანსაზღვრულობები და რაღაცა ვერ იტანს. ანუ ეს ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი მოდელია, ერთის მხრივ მკვიდრობის, სახლობის, საზღვრის მოდელი, რაც ქართულ კულტურაში დომინირებს და მეორე ეს რაღაც გლობალისტური რაღაც ეს ბულიონი, გადათქვეფა და ტრანსგრესიულობა. ხო, აი მანდ ესეთი კონტრარგუმენტი მოყავთ ხოლმე ლიბერალებს, რომ აი საქართველოს თავისი კუთხეებით არის ძალიან მრავალფეროვანი და ამ ნაწილში ვეთანხმები, კი ბატონო, ეხა ესეთ პატარა სივრცეში, როგორც საქართველოა, ძალიან ძნელია რომ სხვაგან, ну ძნელი არ არის, მაგრამ იშვიათია რომ იპოვო აი ამასეთი მრავალფეროვნება, ეხა მაგალითად კულტურული განსხვავებებია, ეხა გურულს, კახელს, რაღაც ხევსურს შორის გასაგები არის, რომ არსებობს რაღაც გარკვეული მრავალფეროვნება, მაგრამ აი ჩვენ ის ვთქვით, რომ ეს მრავალფეროვნება და განსაკუთრებით საქართველოში არ არის ზღვარდაუდებელი. მას აქვს გარკვეული ჩარჩოები. ეხლა გასაგებია, რომ მაგალითად რასაც იტყვის გურული სუფრაზე დაუშვათ, ხო? და რა ხუმრობებსაც წარმოთქვამს, არა? ეხლა ის შეიძლება თავქარიანობად მოეჩვენოს კახელს და მან ეს არ თქვას თვითონ. და ამავდროულად კახელი როცა იხუმრებს ამავე სუფრაზე რაღაცაზე გურული ეგრე არ იხუმრებს, ეს ხისთავიანობა შეიძლება მიიჩნიოს, მაგრამ ეს მაინც არ იწვევს კონფლიქტს. ეს მაინც რჩება გარკვეულ ჩარჩოებში და ორივე მათგანი არ იკადრებს, ანუ ეს არ იქნება ისეთი ზღვარგადასულობა, რომ მათ ერთად ჯდომა იყოს მაგრამ წარმოვიდგინოთ ამავე სუფრაზე რომ ვიღაცამ ამოიღოს LGBT დროშა და ამის ქნება დაიწყოს ის კახელი და გურულსაც გააღიზიანებს. კი, არავი ხა უბრალოდ აი ორივეს გააღიზიანებს თუ მაგალითად აი სუფრასთან ახლოს მყოფი თუ იქ მჯდომი მანდილოსნების მიმართ რაღაც აი სექსუალურ დამოკიდებულებებს გამოამჟღავნებს მაგალითად, ხო? ან საკუთარი სექსუალობის დემონსტრირებას დაიწყებს და ხმამაღლა მოყვება თავის სექსუალურ თავგადასავლებს. ნუ აი ეს უკვე ცუდი იქნება და უკვე ტრანსგრესიულობა, ეს უკვე ზღვარი არის. ხო, ან ეს მიუღებელია. ანუ საითკენ მიყავს მსჯელობა, რომ არა მარტო ახლა იგივე რომ გავავრცელოთ ახლა ჩვენ კავკასიაზე ზოგადად. პრინციპში რომ ვთქვათ, კავკასია კიდევ უფრო დიდი სივრცეა, კიდევ უფრო ჭრელია ვიდრე საქართველო, ეთნიკურად, ლინგვისტურად, რელიგიურად, რა ვიცი, ყველა რელიგიურად, ყველანაირად, ხო? მაგრამ ყოველთვის შეიძლება ვიღაცა იყო, არ ვიცი, სუფია იყო, ვიღაცა შიიტი იყო, ვიღაცა სუნიტი იყო, ან სალაფიტი იყო, ან გრიგორიანელი, ხო? მაგრამ ყველა მიცოდა, რომ რაღაცები არ მოსულა. ხო, აი იგივე ჩანს ვაჟა-ფშაველას პოემებშიც მაგალითად, რა, რომ არის რაღაცები, რაც არ მოსულა არავისთვის. სუფთა ადათის დონეზე. ამიტომ ანუ იმისი თქმა, რომ აი გასაგები რომ აქ არის მრავალფეროვნება, მაგრამ ამ ეს მრავალფეროვნება კავკასიური ამ შემთხვევაში ან ქართული რაღაცა რას უნდა დაეყრდნოს, რაზე უნდა დადგეს და ერთს დავამატებთ. შეიძლება აი როცა ვამბობ დადგომას და დამყარებას რაღაც მრავალფეროვნების, რაღაც ერთობისა. ხო, ეს ერთობა უნდა იყოს რაღაც პროპორციული და მოწესრიგებული. ბერძნები მაგას უძახდნენ კოსმოსს. არა იმ კოსმოსს, ხა ჩვენ რო ვეძახით, კოსმოსში არ გულისხმობდნენ, ხო, ბერძნები კოსმოსში გულისხმობდნენ მოწესრიგებულ რაღაცა სამართალ წესრიგს ეძახდნენ ერთ სიტყვით. ხო? და ეს კოსმოსი, ბერძნული კოსმოსი ყოველთვის დგას რაღაცა ქვესკნელური, ხთონური ძალების, ბოროტი ძალების რეპრესიაზე. ანუ ბერძნული პოლისი, რასაც ვხედავთ, ეს არის მიწის ზემოთ, რაც არის. ხოლო ბერძნული პოლისის მიწის ქვეშ არიან გორგონები, არიან დამწყვრეული ასთავიანი გიგანტები, ურჩხულები, ტიფონები და ასე შემდეგ. ანუ კოსმოსი ყოველთვის დგას ქაოსური ძალების რეპრესიაზე. ეხლა გიპასუხებ მე. აი ქართული ან კავკასიური კოსმოსი რაზე შეიძლება დადგეს? აი მე ხლა ესე ვთქვათ ერთგვარად ეშმაკის ადვოკატის როლს მოვიდგებ და რას გვეტყოდა ამაზე ვთქვათ აი პოსტმოდერნი ეს ლიბერალი, პოსტმოდერნისტი ლიბერალი პირობითად რა, რომ ეს კოსმოსი, ეს არის პატრიარქალური კოსმოსი. იგივე ახლა ეს ტიტანები,
ეს არსებები, ხო, ეს მითიური არსებები ეკუთვნიან მეტწილად. ეკუთვნიან წინა პატრიარქალურ ეპოქას, ეს ვთქვათ ხტონიურ ეპოქას და მატრიარქალურ ეპოქას პირდაპირ ვთქვათ, ხო? ან ნუ შედავით გარდამავალსაც, მაგრამ ნუ უფრო მეტწილად მატრიარქალურს. ეს წესრიგი არის მამაკაცური წესრიგი. იტყვის პირობითად ვამბობ ის. აი აქ რა უნდა უთხრათ ჩვენ, ხო? ანუ ეს მამაკაცური წესრიგია და ერთგვარად ან მამაკაცი არის ამ კოსმოსის მდგენელი და აი ამ მისი მორღვევა ხდება და პრინციპში ახლა მე ყოველთვის ის მაქვს ხოლმე რომ ანუ ის რაღაც ისე გამოდის რომ ანუ კაცების ცდილობენ ყველაფერი კარგი თავის თავზე მიიწერო და ხტონიური ყველაფერი ქალებს მიაკუთვნონ. თლად ესეთი მიდგომაც მე თლად არ მიმაჩნია რა გამართებულა, თუმცა ეპოქალურად რო შევხედოთ რაღაც მსგავსი ჩანს, ხო? წინდა რომ ეს მამაკაცური კოსმოსი ხა ვიცით რომ ათენი და ვთქვათ იგივე ბევრი პოლისი იყო პატრიარქალური კოსმოსი იყო პატრიარქალური პოლისი, სადაც ქალები თანამედროვეებით ვთქვათ მართლა კუხნაში სამზარეულოში ისხდნენ, ხო? და არ ქონდა ვთქვათ მას ბევრი პოლიტიკური უფლებები. რაც შეეხება აი ქართულ კოსმოსს, ამ ქართულ კოსმოსში რაც წეღავ თქვი, უნდა მოხდეს სწორედ ის ფაქტი, ქალის და კაცის სინთეზი და ჰარმონია. ანუ დღევანდელი ლიბერალიზმი ქმნის ორ დაპირისპირებულ მტერს, კაცის და ქალს და ამ ძალიან მარტივი იდეოლოგიური მიზანი იყო, რომ ამათმა ოჯახში არ თანაიცხოვრონ, მერე მოხდეს საზოგადოების ატომიზაცია და იოლიად, ესე იგი, მოსიარულე კუჭების მართვა არის უფრო იოლი, ვიდრე თქო რაღაც ოჯახი და რაღაც თქო იდეურ რაღაც ამ შეკავშირებული ადამიანების, ხო? ანუ ჩვენ ანუ ეს კულტურულ დონეზე და ხადია სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა გაკეთდეს, რომ უნდა მოხდეს ესე ვთქვათ ოჯახური კულტურის არ ვიტყვი რებრენდინგი, იმიტომ ეს ბრენდირება მაინც ზედაპირულია, ეს ვთქვათ გადახალისება რა. უნდა მას მაქსიმალურად მოშორდეს აი ეს ესე იგი ტოქსიკური მომენტები. ეხა ეს მოშორდეს ცოტა რთულია, ხა ვიღაცამ თქვა და იქ მე ოჯახი ძალიან კომპლექსური ფენომენია, ქალის და კაცის დიალექტიკა ცალკე კვლევის სფეროა, მაგრამ როდესაც კულტურა რაღაცა მდგენელებს ადგენს, ხო ის იმ კაცის და ქალისთვის იქნება ერთგვარად სწორების წერტილი თუ როგორ იმოქმედოს, ხო? ან პირობითად ახლა მარტივად რო ვთქვათ, აი რო იტყვის რო ვთქვათ, კაცი და ქალი არის მარტო კონტრაქტი დაკავშირებული, ის რაღაც პირველივე უთანხმოებაზე გაწყვეტენ კონტრაქტს, სწავლენ. იქ მე ვთქვათ, დარჩება ბავშვი, რომელიც ცალ-ცალკე გაიზრდება დედისგან და მამისგან და ეს ქმნის პრობლემს. ანუ ეს ხო ეს კონტრაქტული არ უნდა იყოს თავისი ბუნები და ზედაპირული. არამედ უნდა ხდებოდეს ამის წახალისება, ამის რეკლამირება და ამას არა მარტო რეკლამირება და ასე შემდეგ, არამედ ფინანსური მხარდაჭერა, იაფისესხები და მრავალი ასე ვთქვათ ასორტიმენტი არსებობს იმისა, თუ როგორ შეიძლება ამას ხელი შეეწყოს და ამისი ხელშეწყობა არის პირველ რიგში ისევ სახელმწიფო სიძლიერის წინაპირობა და ნუ ლიბერალებს სახელმწიფოსგან უნდათ ერთგვარად რაღაც გათითოკაცებული ინდივიდების რაღაც კონა, რაღაც ერთ ჯგუფი, რომელსაც იოლად იქნება სამართა. ანუ ეს უნდა იყოს, სადაც საზოგადოებასაც უმრავლესობა არ არსებობს და არის მაქსიმალურად ფრაგმენტირებული, ყველა რასაც უნდა იმას აკეთებს, როგორც წესი ყველას არ უნდება მანდ ამაის პლატონის კითხვა და უნდება რაღაც სიგიჟეების კეთება, ხშირად რო ვთქვათ, ანუ მარტივად ვთქვათ, ადამიანის დაბიო შრეების აქტივიზაციას ახდენს ლიბერალიზმი და შესაბამისად ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ რა. ხო, რამდენადაც ჩვენ ნელ-ნელა უკვე ბოლოსკენ უნდა წავიდეთ, აი მინდა რომ კიდე პასუხი გავცეთ იმ შეკითხვას ერთად, თუ რა არის საზრისი ამ ფერადი რევოლუციების და მე აი რაც ჩვენ ერთად ვისაუბრეთ, იქიდან გამომდინარე, აი ერთ დასკვნას გავაკეთებდი და ჩვენს დაამატებთ მე რა თქმა უნდა. რომ ანუ ფერადი რევოლუციების მიზანი ზოგადად არის საზოგადოების ფემინიზაცია. ანუ ავხსნე ეს რა კუთხით. ან ფემინიზაციაში გულისხმობ არა იმას, რომ ქალები ბატონობდნენ კაცებს. არა. გულისხმობ იმას, რომ მამაკაცები უნდა გახდნენ ფემინურები პირველ რიგში. და ანუ ქალებიც უნდა გახდნენ ტოქსიკურად ფემინურები. აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ჩვენ დიახადაც გვინდა პატრიარქალური საზოგადოება და როცა გვამონათებენ, რომ საქართველოს პატრიარქალური ქვეყანა, ვიტყვით, რომ კი, მაგრამ უფრო მეტი პატრიარქალიზმი გვჭირდება,
ამაში ჩვენ რას გულისხმობთ? იმას კი არა რომ კაცებმა ქალებს თავში ჩაქუჩი ურტყან, ასისულელია პირიქით ეგ პირიქით ლიბერალიზმს შობს. ლიბერალიზმი აძლიერებს აი ფემიციდია და რომ მე იკივლო და იწივლო, ხო? არა, ნახეთ რა ხდება, მასკულინურია საზოგადოება, სადაც ქალებიც აზროვნებენ მასკულინურად. სადაც ქალებიც არიან მეომრული პათოსის მატარებლები. სადაც ქალებიც არიან რაციონალურები. და შესაბამისად, მამაკაცებზე აღარ არის საუბარი, ხო? ანუ, თუმცა ბოდიში აი მე ყოველთვის ახლა მე ცხადე ფემინისტი არ ვარ, მაგრამ აი ეს განაწილება რომ აი კაცს რაციონალიზმი და ქალს არარაციონალიზმი ესეც რაღაც ცოტა გადმონაშთი ხო არ არის. ახლა მე წმინდა აი ფემინიზმისგან თავისუფალი ვარ, მაგრამ ქალსაც ხო გააჩნია ერთგვარი რაციონალობა, აი ქალური რაციონალობის. აი მაგაზე ეგ ცოტა დიდი საკითხია, ჩვენ ვერ ჩავეთ, მაგრამ უბრალოდ კითხვის სახით დავსვავთ, ამაზე შეგვიძლია ან მაყურებელმაც იფიქროს და ჩვენც ვიფიქროთ მერე, რომ სინამდვილეში ანუ არსებობს, რა თქმა უნდა, ქალური რაციონალობის ფორმებიც, რომლებსაც სწორედ აი ამ ან ტოქსიკური მასკულინობის პირობებში, ან ფემინური კულტურის პირობებში არ ჰქონდა გასაქანი დღემდე, რომ თავისი საუკეთესო მხარე გამოევლინა. ანუ იმას გულისხმობ, რომ თუ ჩვენ შევქმნით ისეთ პატრიარქალურ, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, შევქმნათ ისეთი პატრიარქალური საზოგადოება, სადაც მათ შორის ქალებს საკუთარი ფემინური ლოგოსის აღმოჩენისა და განვითარების საშუალება და არ მოერგებიან ბურჟუა მამაკაცის რაღაც მოდელს, როგორც დღეს ხდება. და ესენი არ იქნებიან ამ ხთონური რაღაცა ქვესკნელური კიბელას ლოგოსის მატარებელი რაღაც ფემინოზავრები, ასე რომ ვთქვათ, ხო? ანუ არ მოხდება ამეთი აღორძინება. ხო, ეხლა კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ მომენტში, აი რაზე შეიძლება დაფუძნდეს კავკასიური ერთობა. მე საერთოდ ეგ არ მჯერა, ექვე ვიტყვი და მაყურებელთანაც ადრეს მithქვამს, არ ვიცი რა აზრი გაქვს. მე არ მჯერა მაგალითად რაღაცა ქართული ასე ვთქვათ, საქართველოს ცენტრული კავკასიური იმპერიის, ანუ საქართველოს, რომელიც თავისი გარშემო რაღაც კავკასიურ ხალხებს გააერთიანებს და ერთიან იმპერიას შექმნის. თავად იმპერიის იდეის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ უბრალოდ გამომდინარე აქ ამ რეგიონის სირთულისა, სიჭრელისა და აი ძალიან ბევრი ესეთი ნიუანსებისა, ეს მე მიმაჩნია ფანტასტიკის სფეროდ, მაგრამ შესაძლებელია სამაგიეროდ რომ თანაცხოვრება, რჯულშემწყნარებლობა და არატოლერანტობა, მე კაფეო საზღვარს ვავლებ ამორცნებას შორის, რომ აი ამ რჯულშემწყნარებლობით შესაძლებელი მაინც არის, რომ ქართველმა, ვაინახმა, დაღესტნელმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა ერთად იცხოვრონ ერთ სივრცეში და ცხოვრობდით ბოლოს და ბოლოს გადასარევად ერთად, ხო? და არანაირი კონფლიქტიც არ გქონდა. და ანუ როდი აი რას შეიძლება აი ეს მრავალფეროვნება, ეს კავკასიური მრავალფეროვნება დაეფუძნოს, ანუ აი რის რეპრესიას, იმიტომ როგორ თქვი კოსმოსი ყოველთვის რეპრესიაზე. კი. ეს რჯულშემწყნარებლობა არის პირველ რიგში რა, რომ მე შენ განსხვავებულს გიღებ, არ გეთანხმები, მაგრამ გიღებ და ლიბერალური ტოლერანტობა რა არის, რომ მე შენ გეუნები, რომ აი ეს უნდა შეიწყნარო და შენ არ გიწყნარე. ანუ გეუნები რომ შენ ხარ ბნელი, შენ ხარ კაცი, ამ შენ ხარ ტოქსიკური, რაღაც იარლიყებს გაკერებ და თან გითითებ რომ ესენი ამისადმი ტოლერანტული უნდა იყო. ანუ აი თქვათ მე ვარ დავშვათ მე ვარ მუსლიმი და თქვათ შენ ხარ ქრისტიანი ან ბუდისტი, ხო? მე კი არ მომწონს შენი ეს ქრისტიანობა და ბუდისტობა, მაგრამ მე პოტენციურად შენში ვხედავ მომავალ მუსლიმს და ამიტომ ხო ეს უფრო ხო პროზელიტისტური ხედვა მე ესე ვიტყოდი, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ანუ განსხვავებას ვამბობდი, ხო? ანუ განსხვავება ეს არის, რომ ეს რჯულშემწყნარებლობა და ასე ვთქვათ განსხვავებული ის მართლაც მიღება, გარდა იმისა, რომ აი ემყარება აი ამ გულწრფელ გაგებას, რომ აი ამას თავისი საზღვარი აქვს, მე ჩემი საზღვარი მაქვს. ასევე ემყარება იმას, რომ ამ რელიგიებშიც არის რაღაც საერთო მომენტები, რომლიც ამ ურთიერთგაგებას წარმოშობს. ხო, ეხლა პირობითად
ქართველმა შეიძლება პირობითად ტრადიციულმა ქართველმა უფრო მეტად გაუგოს ირანელს ან თურქს რაღაც საკითხებში, ვიდრე თქვათ აი რაღაც ეგრეთ წოდებულ რაღაც ფერად ლიბერალს, ხო? და ასევე პირიქით, ხო? ანუ ეს კონსერვატიული სივრცე არის განსხვავებული. ეს კონსერვატიული სივრცე გულისხმობს სხვადასხვა რელიგიებს და არა იმას, რომ მე მაგალითად ვიღაცას დავსინი, ან ვიღაცას პირობითად, რავი, აი შარლი ებდომ რაც გააკეთა, დავხატავ წინასწარმეტყველს მუჰამედს რაღაც გავაშარჟებ და არც მაგალითად ღვთისმშობელზე ვიტყვი, როგორც ჩვენ ზოგიერთი ტელეწამყვანი. ხო, იმის მიუხედავად შეიძლება რელიგიური გზნობები ჩემი საერთოდ არ ვიღაცა ტიპის პირობითად არ შეილახა ამით, მაგრამ მე ხვდები იმას, რომ ეხლა როგორც მუსულმანი პირობითად შეიძლება მუსულმანსაც ეს არ მოწონდეს, იმიტომ რომ ეს არის სხვისი რელიგიის შეურაცხყოფა. ანუ ეს არის ანუ ის ხო არ არის იმისთვის, რომ შენ აქ რაღაც ეგეთი რაღაც ძმობა შექმნას. ლიბერალის არ უნდა ძმობა, აქ უნდა რაღაცა გააქროს და სხვა ოპერაციული სისტემა ჩადგას. ჩვენ კავკასიელოს ის მაინც გვაერთიანებს, რომ ჩვენში არ მოსულა ერთმანეთის შეურაცხყოფა. მაგრამ არსებობს რაღაცა საზღვრები და ამ საზღვრებს თუ ვიღაცა გადადის, ბოდიში მომითხოვე და მას პანჩურით აძევებენ იმ სივრციდან უბრალოდ თუ ის გადადის ამ ზღვარს. ეხლა პანჩური სიტყვა შემთხვევით არ მიიხსენებია, იმიტომ რომ პანჩური სპარსულად რო თარგმნოთ, ის არის ყინტ. აქედან მოდის სიტყვა კინტო. ხო არიან ხანდელი ქართველი ლიბერალები, ეს LGBT მოძრაობა ამბობს, რომ ჩვენი ქართული ტრადიციული ჰომოსექსუალობა გვაქვს და იმას ვეყრდნობით და ეს ცნობილი LGBT მოძრაობის სიყვარუა, ხე კინტო რაღაც ეკვები როა. ანუ იმას არ უფიქრდებიან, რომ კინტო არის დამამცირებელი ტერმინი. კინტო არის გაგდებული. გაგდებული, ეს არის დასაჭურისებული ადამიანი, რომელსაც პანჩური აქვს ამორტყმული და უბრალოდ იქ რაღაც რა ვიცი, შეიძლება არც თუ ისე მაღალი რეპუტაციის მქონე სუფრებზე საცეკვაოდ მიიწვიონ. კი ბატონო. ხვდებით? ანუ ის გაძევებულია საერთოდ ამ სივრციდან. ეს არ ნიშნავს, რომ კინტო ქალაქში არ არსებობს. რა თქმა უნდა, არ იქ ცხოვრობს. სადაც მაღალი კულტურა, კინტოც იქ ცხოვრობს იმავე ქალაქში. მაგრამ ეს კინტო არ დაიშვება რაღაცა ესეთ არ ადგენს დღის წესრიგს. მით უმეტეს დღის წესრიგს არ ადგენს. ანუ საბოლოოდ რო თქვა, თუ კი რაიმეზე შეიძლება დაეფუძნოს ეს ჩვენი საერთო კავკასიური თუ ქართული მრავალფეროვნება, ეს არის სწორედ აი ამ საერთო ფერადი ახალგაზრდობის თუ ამ გაყმილების და უზნეობის პროპაგანდის აკრძალვას შეიძლება დაეფუძნოს მის განდევნას სივრციდან. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, სანამ აქ მაიდანი არ მოუწყვია და ქვეყანას სუვერენიტეტის ის ნარჩენებიც არ დაუკარგავს, რაც ჯერ კიდევ გაგვაჩნია, სანამ LGBT მარშებითა და ფესტივალებით არ გადავქცეულვართ სექს ტურიზმის ახალ ტაილანდად და ვიდრე მთელი კავკასიის თვალში არ გამხდაროა დასაცინები, ალტინფოს სახელით მოგიწოდებთ 2 ივლისს ერთად შევაჩეროთ ქვეყნის დეზინტეგრაცია და ერის სუიციდამდე მიყვანა. ვინც ახლა ემიგრაციაში იმყოფებით ან ჯანმრთელობა არ გიწყობთ ხელს, ეროვნულ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ თქვენი წილი აგურიც დადოთ და ნებისმიერი თანხა გაიღოთ რეგიონებიდან ჩვენი მხარდამჭერების ტრანსპორტირებით უზრუნველსაყოფად. ოთარს დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და მიიღეთ მონაწილეობა. თქვენს მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. თქოთ გაითვალისწინოთ ეს ჩვენი მოწოდება და გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.